გამარჯობა, ეს არის მარტოობის 15 წუთი, მე ვარ ნანკა გვარი და ჩემი სტუმარი არის, ვისი სტუმარიც მე მინდოდა მთელი ცხოვრება რომ ყოფილიყავი, მიხეილ ცაგარელი. არც მეტი, არც ნაკლები. მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად, იმედია თქვენც კარგად. ძალიან და ყველა კარგს გისურვებთ. თქვენც ასევე დიდი მადლობა. ჩემი პირველი კითხვა, როგორც ყოველთვის, არის შემდეგი. ვინ არის ბატონი მიხეილი, როდესაც თავის თავთან მარტო რჩება? საინტერესო კითხვაა, მადლობა კითხვისთვის, იმიტომ რომ ჩვენთან ცოტა ესეთი გადაცემასაც ესე ცდილობენ რომ შიდა ფსიქოტიპი გახსნან და მე მქონდა ყოველთვის ესეთი სერიები გადაცემისასაც მინდოდა რომ შიდა ფსიქოტიპი გამეხსნა ადამიანისთვის, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ ეს ყველაზე უფრო საინტერესოა. რეალურად არა მარტო მე, ეს ეხება აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს. ადამიანი გაურბის სწორედ იმას, რასაც იგი წარმოადგენს რეალურად. ყოველთვის გაურბის. და რატომ უნდა გაიქცეს, იმიტომ რომ ეშინია. ადამიანს საერთოდ ეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მე პირიქით, ძალიან მეღურს. ამიტომ ჭირდება მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები, მეზობლები, იმანის უნდა მოუყვეს, ამანის უნდა გაიგოს, იქ რაღაცა ლაბარაკშია ჩართული, რატომ? იმიტომ რომ გაურბის საკუთარ თავს. ხო? მე არა. რატომ? იმიტომ რომ უფალი ჩემშია. მე ვარ ოშორაჯნიშის მოსწავლე, გავიარე დიდი სკოლა ინდოეთში. ამიტომ ამ სკოლამ მასწავლა საკუთარ თავში ჩახედვა და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ საკუთარ თავში უფლის მონახვა. მე არ მჭირდება ამიტომ გარე ფაქტორები, რაღაც რაც ჭირდება სხვებს და უფლის ძებნა სადღაც სხვაგან. არ არის უფალი სხვაგან, უფალი არის თქვენში, მაგრამ თქვენ არ იცით როგორი პოვოთ იგი. ამაში უბედურება, ხო? მე ეს პრობლემა ნაკლებად მაქვს, იმიტომ რომ მე ვგზნობ ყოველ წუთში მის არსებობას ჩემში. ანუ ჩემი სხეული არის ტაძარი, შეგნით არის უფალი, მისი დიდი ნაპერწკალი და ეს ძალიან ხშირად მაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას, გონის მეშვეობით, მნიშვნელოვან გრძნობებს, იგივე დავუშვათ თუნდაც ემოციების და გულის მეშვეობით. ხშირად გზნობ მის ფეთქბას. მე მაგალითად მთელი სერია მაქვს ვარჯიშებისა, ამიტომ მე არ ჭირდება ლოცვის სისტემის გამოყენება, რეგადასწორებ იოგა სისტემის ვარჯიშები, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ეგრეთ წოდებული ხარას წერტილი. ეს არის ჭიპის ქვეშ 5 სანტიმეტრში, სიცოცხლის და სიკვდილის წერტილი. როცა მედიტაციას სწორად გააკეთებთ და არა ისე როგორც ჩვენთან არის მიღებული და მე მედიტაციაზე დავდივარ, მეუბნებიან და როცა ვეკითხები რას აკეთებთ, მერე უკვე სასაცილო კი არა სატირალი მოდეს თქვა და იმას მედიტაციას ეძახიან. სამწუხაროდ, როცა ნამდვილი მედიტაცია ჩატარდება, მაშინ მიხვდებით, რომ ეს ცენტრი იწყებს სასწაულ ფეთქოს და ეს ის მომენტია, როცა უფალი უკვე გიგაკუნებთ და გეუბნებათ, გახსენით კარები მე მოვედი, ხო? იქ მოდის სუსხვა სურნელი, ის მოდის სუსხვა ჰანგები, იქ თქვენ სამყაროში ხართ ერთმთლიანი. როცა მე მარტო რჩები, მე ეს მდგომარეობა მაქვს. ამიტომ მე ამას არასოდეს არ გავცვლი. თქვენ ვერ მნახავთ მე ბომონში, მაღალი რანგის საზოგადოებაში, რაღაც საეჭვო კლუბებში, არ მჭირდება მე ეს. ეს მათი ხვედრია, ვისაც საკუთარ თავში უფალი ვერ უპავია. ისინი ცდილობენ როგორმე დრო გაატარონ. რატომ უნდა გაატარო დრო? შენ დროს უნდა შეერწყა და ის სიამოვნო აი ამ წამით, რომელსაც დრო გაძლევს უფალთან ერთად. აი სასწაულთან ერთად. მაგრამ ადამიანი ამას გაურბის ამის ეშინია, საკუთარი თავის ეშინია. ამიტომ უნდა კლუბები, უნდა რაღაც უფრო ბნელ, ამით უკეთესი და ასე შემდგომ როგორმე ტვინი გადართოს და საკუთარი თავის გაექცეს, ხო? და მე რათა სიმენტურაში ყოფს თავს და მე მოდის და მეუბნება მიშველი რამეო, ხო? შესაბამისად, მე მიყვარს საკუთარ თავთან ყოფნა, ანუ უფალთან. და როდის მიაგენით ამ ყველაფერს? მე ხარ იმდენად აგრესიული ვიყავი სკოლაში, 3 კაცი მყავდა ისე გალახული, რომ რეანიმაციაში ძლივს უშველეს. ვახშობდი, ხო? ანუ აგრესიის მოზღვავება? ძალიან აგრესიული ვიყავი, ხა დანავარჯიშე ვიყავი, სპორტსმენი ვიყავი და შემდგომ, ამიტომ მით უმეტეს კურო, ახლა კურო ისეთია, რომ 7-ია, წყნარია, მაგრამ არ უნდა გამოიყვანოს წონასწორობით და დიდ ხანს წითელი ქსოვილი არ უნდა უხსნია. თორემ მე მტრისას ეკეტება ყველაფერი. აი მე რომ ეკეთებოდა, კინაღა მოუკალის ხალხი. ხო? მე მივხვდი რომ ასე მოხდები ციხეში. მე ჩემ თავს. და როგორ ისწავლეთ კონტროლი აი ამ აგრესიის? აი, იოგას მეშვეობით. ჯერ ნახე მასწავლებელი, რომელმაც ბევრი რამ წამაკითხა, მასწავლა, მე დავედით ინდოეთში, გავიარე დიდი სკოლა, მე იქედან ჩინეთი, ტაჯიციანი და ციგუნის სისტემები და მე მივხვდი რომ საფყაროს სხვა არის და არა ის ასაც ჩვენ აქ ხედავთ და რაც გვესმის ხო?
აქედან გამომდინარე, მე უკვე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როცა ასტროლოგიას დავიწყე საუბარი 90 წლები იყო. მაშინ იყო ძალიან დიდი ბუმი, იმიტომ რომ უცებ გადავარდა კომუნიზმი და შემოვიდა რელიგიური ბუმი. რელიგია ეწინააღმდეგებოდა ასტროლოგიას და დღეს ეწინააღმდეგება. ისე მძაფრად არა როგორც მაშინ. ამიტომ ძალიან ბევრი ფანატიკოსი გულისხმობთ. ბოდიშს გიხდით რომ ჩაგეკითხეთ რეალურად ეწინააღმდეგება რელიგიას? თქვენი თვალსაზრისით? რეალურად არა, პირიქით. ოდითგანვე საქართველოში იყო ერთიანი სისტემა, მაგრამ ვიღაცებს მერე დაჭირდათ ასტროლოგიის მოშორება, როგორც კონკურენტისა და დატოვეს მარტო რელიგია და რელიგია კრეჭეს ჩაუდგა უკვე ასტროლოგიას დღემდე გრძელდება ეს. ოღონდ ეს მარტო ქრისტიანობაში ხდება. ისლამში, იუდაიზმში, სხვა რელიგიებში ეს არ არის. პირიქით იქ გრძელდება. მარტო აქ მოხდა და ეს უკვე ცალკე რა გამიზნულობა ქონდა ამას, ეს ცალკე თემა უკვე. ეხლა მოდი აღვნიშნოთ, რომ რადგან მე ამ ყუბში ამოყავი თავი, რასაც ასტროლოგია ქვია, რას უკვე დამესხნენ თავს მე. ეხლამდელი ასტროლოგები რო გამოდიან და გზახსნილი აქვთ, კარგი, ეს ყველაფერი, მაგრამ მე მკითხონ, რა გავიარე მე 90-იან წლებში, ხო? როცა მეძახდნენ თვარიდან ჩამოვარდნილს, თვარეულს და გიჟს და ვაბოლებ თურმე საზოგადოებას და შემდგომ და ეს რელიგიური ფანატიკოსები რომ ხდებოდნენ ქუჩაში მემუქრებოდნენ ცემით. მთელი ეს გზა ჩვენ მაშინ რომ მე რო არ გამევლო ეს ოშო სკოლა, დიდ ჩხუბებში ვიქნებოდი რა და შეიძლება ცუდად დამემთავრებოდი. ძალიან დიდი ძალა ჭირდებოდა ამ ყველაფერს რეალურად. მაშინ ვიგრძენი რას ნიშნავს ნამდვილი მედიტაცია, ნამდვილ ოსტატებთან ურთიერთობა და როცა შენში ისადგურებს სიმშვიდე და სხვა კუთხით უყურებ მოვლენებს გესმის, მაშინ უკვე ეს ადამიანი როცა მოდის შენ სხვანაირად უყურებ, ეს უშენ გვასწავლა. ეს ადამიანი რომ მოდის და ეს იყო ძალიან ცნობილი ისტორია ბუდასი. ბუდა მაგალითად სანამ გასხიოსნებოდა, ხშირად დადიოდა ერთ სოფელში, სადაც მას ვერ იტანდნენ. გესმის და ხან იდიოტს ეძახდნენ, ხან კრეტინს, ხან ვირს, ხან რას და ქვებს ესროდნენ და იყო და ვერაფერ ვერ იგებ და რას უშვებ მე მათ, რა ჭირთ? ვერ ვიგებ. და როცა გასხიოსდა, მე პირველი რაც მოსწავლეებს უთხრა, იმ სოფელში წავიდეთ. სადაც მას ვერ იტანდნენ და ძალიან გაუკვირდათ მოსწავლეებს, რომ კი მაგრამ იქ რა გინდა, სადაც ვერ გიტანენ. მადლობის სათქმელად. რატო? იმიტომ რომ ბუდა მიხვდა, რატო ვერ იტანენ ისინი? იმიტომ რომ არასწორად ცხოვრობენ, უარყოფითი ენერგია დაუგროვდათ, გახდნენ ენერგოვამპირები და როცა ხედავდნენ მის წინ ბედნიერ და მშვიდ არსებას, ვერ იტანდნენ. ეს მათ აღიზიანებდათ, რომ ისინი ესეთები არ არიან და არიან გიჟები რეალურად. და ამიტომ ყველანაირად ჩაქოლვაზე მზად იყვნენ. აი ეს მომენტი მქონდა მეც. მე ვხედავდი ამ რელიგიურ ფანატიკოსებს, რომელსაც შიდა პრობლემები აქვთ, ემოციური ეგზალტაცია, სიგიჟე და არასწორი ორიენტაცია და უცებ უნდა ჩემი ჩაქოლვა. ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. და ჩემგან რომ მოდიოდა სიმშვიდე, მე ბოლოში ხრითავდებოდა, იცი, საოცრებით. უცებ აზრზე მოდიოდნენ და ბოდის მიხდიდნენ. რომ რაღაცა სისულელეები გელაპარაკე. აი ეს იყო ზუსტად ის, როცა ჩემი ენერგეტიკა საბოლოოდ ჯერ მათ აღიზიანებდა, მე საოცრად ამშვიდებდა. და ძალიან ბევრი მე გახდა ასტროლოგიის მეხუთმე. მათ შორის დღეს რელიგიაშიც არიან მამაოები, კლარდევა სახელები ის როგორ, რომლებიც თვლიან, რომ ასტროლოგია აუცილებელია რელიგიაში, მათ შორის ჩვენს რელიგიაში. მაგრამ ამბობ იმაზე, რამდენი საერთო გვაქვს დღესაც კი. ასვერცხოლის სამხრეთ კედელზე შემთხვევით არ არის 12 ზოდიაქოს ნიშანი გამოსახული. მე საერთოდ არ შემიძლია რომ გავმიჯნო ეს ორი. მე ძალიან მორწმუნე ვარ, ძალიან მიყვარს ღმერთი, მაგრამ ასტროლოგიაზეც ვგიჟდები და არნიშნავს ყველა ესეა. ძალიან კარგია მე მივესალმები ამ პოზიციას, მაგრამ ეს არნიშნავს ყველა ესე ფიქრობს, ხო? კი. მე მგონია, რომ თქვენ თვლით არა ეს ესეა. რომ ესე იგი ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სტაბილურად, კარგად. შეუძლია არა, ვალდებულია. როგორ? იცით რა, თქვენ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარეთ და ძალიან ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და საერთოდ ამ სამყაროს და აი შენ გინდა იყო უკეთესი და რას აკეთებ ამისთვის? გეკითხები, აქ არის მთელი სისტემა, ხო? თავი უნდა შეიწუხო. ადამიანს რა უნდა იცი, ეკლესიაში წავიდეს, სანთელი დაანთოს და უფალს თხოვოს. ეს მომეცი, ის მომეცი, ესე ვიყო. არ არის ესე, ჩემკარგებო. ეს სისულელეა. რატო უნდა უფალმა მოგცო თავარი, თავის სიყვარული და სიცოცხლე. დანარჩენი შენი ჯვარი გაქვს, შენი კარმა გაქვს სატარებელი, ხო? და უფალი გეყურებს, აბა რას აკეთებ? აკეთებ ამისთვის რამეს?
ეხტი და თუ აკეთებ მიიღებ საჩუქარს, თუ არ აკეთებ დაიჯები. ანუ პრობლემაა ხო? ეხლა აქენა გავინარე, მე ვერ მოვთხოვ ვერავის, იგივე ჩემს შვილებს, ვერ მოვთხოვ, გინდა თუ არა ჩემი გზა უნდა გაიაროთ. არა, ყველას თავისი გზა გასავლელი, ხო? ზოგის იქნება მძიმე ჯვარი, ზოგის იქნება ბედნიერი, ზოგის საშუალო. მაგრამ ყველა რომ ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ გაუმჯობესოს თავისი ყოფა, ცხოვრება, შინაგანი სულიერი მდგომარეობა, ამას წყალი არ გავა. ეს აქსიომა. როგორ შეიძლება? ეხლა როგორ? აი ბატონო. აი დავიწყოთ პირველი და უმთავრესი. მე გითხარით, რომ ვიყავი გიჟი გადარეული. კინაღამ შეუმაგდა ხალხი, ხო? კარგი, და რა გავაკეთე? როცა მივხვდი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, ესე იგი რაღაც უნდა შემეცვალო ჩემ თავში. როგორ უნდა შეცვალო საკუთარი თავი? პირველი, წიგნი. რისთვის არსებობს წიგნი და ინფორმაცია? ჩვენ დროს ეს იყო ურთულესი რამ. სად იყო კომუნისტების დროს რაღაცა ესე წიგნი, რომ შენ გენახა რაღაც სულიერი ოსტატის რაღაცა ინფორმაცია. გამორიძოს წვალებით რაღაცებს შოულობდით, ხო, ჩუმად. ეხლა ყველაფერი გაქვთ. შენ როცა ინფორმაციულად დიდი სულიერი ოსტატების წიგნებს გაიგებ, დიდი სულიერი ოსტატების და არა დოგმებს, რომელთაც გვატყუებენ, შენ ისიც არ იცი სამყარო რისგან შედგება. იმასაც არ გასწავლიან, რომ ჩვენთან იყო ორი მზე, ეხლა დარჩა ერთი. რა იყო მრავალი მილიონი წლის წინ, ვინ შემოვარდა ჩვენ მზის სისტემაში? ვინ დააგრეა მთავარი პლანეტა ჩვენი მზის სისტემისა ფაეტონი? და რატო დარჩა მარტო დედამიწაზე სიცოცხლე ჩვენ მზის სისტემაში? ვინ არიან ისინი, ვის დღესაც მართავს დედამიწაზე ყველაფერს? და რატო გვატყუებენ, რომ ტექნოგენური ეკოლოგიური კატასტროფების 90% ტექტონური იარაღით კეთდება და აბრალებენ ბუნებას? რატო გვატყუებენ გაუთოებლად? არის იმიტომ არ გასწავლიან. ამაზეა ლაპარაკი, ხო? ყველაფერი არის გამრუდებული, იმიტომ რომ სწორედ იმ ბნელმა ძალებმა, რომელიც დაიპყრეს ეს სამყარო, გამრუდეს ინფორმაციული ველი. ამიტომ ისტორიაც არა ისტორია. და შორის თავისი მაჩვენებლები და ბევრი სხვა რამ. ამიტომ ჩვენ ვართ მთლიანობაში ტყუილში. მოდი ასე ვთქვა. ეხლა ნელ-ნელა მოდის ის პერიოდი, როდესაც ნელ-ნელა რაღაცები იხსნება, იხდი? და ჩვენ შორს ვარ წავიდეთ, შენ სამშობლოზე არ იცი არაფერი. მარტო ისეც იქ დავით აღმაშენებელმა რა ბრძოლა მოიგო და ეგ ვახტანგ მეექვსე რას აკეთებდა დაუშვათ საგამომწვევო კუთხით. საფერი არის. იმასთან შედარებით რა სიღრმეები დევს საქართველოში. აი ელემენტარულს გეტყვი, ხო? დღემდე ამბობენ ინდოეთში იოგა მასწავლებლები და ჩვენთვის ეს იყო პირველი შოკი, როცა იქ გავიგეთ, რომ თურმე იოგა მოვიდა ინდოეთში კავკასიიდან. კერძოდ საქართველოსდან. ჩვენ წარმოდგენა არ აქვს. ანუ არსებობს კავკასიური იოგა, რომელიც შენ არ იცი. მიხდი? და ჩვენთან არსებობს განდობილთა ინსტიტუტი, რომლებიც ვეფხვის ტყავში არიან ჩაცმულები და საიდან მოვიდა ვეფხვის ტყავსან? ვინ იყო საერთოდ შოთა ვიცით? არ ვიცით. ეს განდობილებს რა უნარები ჰქონდათ? საცხოვრობდნენ ტყეებში, მათ შორის სვანეთის ტყეებში. შეიძლება გამქრალიყო შენ თვალწინ და გამოჩენილიყო. ანუ მესამე თვალის ენერგიას გზნობდნენ და ფლობდნენ. ხო? და ისინი რაღაცას აქ მოდი ესე ვთქვათ, რაღაცას კი არ ინახავდნენ, უბრალოდ რაღაც განძეულს, ასე ვთქვათ, პატივს სცემდნენ და მისი დამცველები იყვნენ. და ეს ის განძეულია, რომელიც გამომორბოდა აქ ადოლფ ჰიტლერი. და იმის ნახვა უნდოდა, მაგრამ ვერ აღიქცა მაგას, ხო? ესეც არ ვიცით, ესეც ასე ვთქვათ, ბევრი რამ არ ვიცით. ნუ არც ეთქვით, ახლა აქ შეიძლება ბევრი რამე მოგიყვეთ, მაგაზე ჩვენ არ დრო არ გვეყოფა და არც საშუალება. მოდი ახლა ესე ვთქვათ, მოკლედ ვთქვათ. პირველი, ეს არის ინფორმაციული ველი წიგნი. ეს ერთი. კარგი. მეორე, სულიერი ოსტატების პოვნა და შესაბამისი ვარჯიშების ჩატარება. ცხოვრება რთულია, დაძაბულია, უამრავი პრობლემური სიტუაციები ჩნდება, რაც რაზე მოქმედებს ნერვულ სისტემას. ადამიანის ემოცია არის გაუწონასწორებელი, აქედან გამომდინარე ის შეცდომებს უშვებს. მაშინ ნელ-ნელა ხდება დაბინძურება სულისა, იგი ცუდად აკონტროლებს თავის აზრებს, თავის მავნე ჩვევებს და შედეგად ასაკის მატებასთან ერთად ეს სიბინძურე ემატება. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ არსებობს ეს ცნებები, ახლა ვისაც არ ჯერა გაგვატარებთ, ვისაც ჯერა ისინი, არსებობს ეს ცნებები, როგორც არის თვალის აღება და ამით სულის დაბინძურება, საგვარეულო წყევლა, ამით სულის დაბინძურება და შავი მაგია ჯადო. რითაც ხდება სასწაული დაბინძურება ადამიანისა, ხო? რის შედეგად იღბალი მისი მცირდება, იგი ხდება ნევროზული, დაავადებული, უფრო მეტიც ინდური აიურვედა გვასწავლის 90% ფსიქიური დაავადებებისა მოდის სწორედ ენერგოდაბინძურებიდან სულისა. ხო? რასაც ნუ ახლა
ჩვენები არ აღიარებენ, ექიმები ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აზზე არ არიან საერთოდ ამის. მე ეს გავიარე, ვიცი, შავებსაც ვიცნობ, თეთრებსაც ვიცნობ, მთელი მათი ტექნოლოგიები ვიცი და რა მიზნები აქვს და რა შედეგებს აღწევენ, ესეც შემთვალწინ გაიარა ამან. ამიტომ რასაც ვამბობ, პასუხისმგებლობას ვიღებ ამ სიტყვებს. კარგი ბატონო, ესე იგი საჭიროა რა ემიცის ადამიანი ბედნიერი იყოს. იგი უნდა იყოს სუფთა სულის მატარებელი. ანუ განთავისუფლდეს და მუდმივად იზრუნოს იმაზე, რომ განთავისუფლოს სული და თავისი აურა ბინძურ ენერგიებისგან. რატო? ადამიანს აქვს 12 ძირითადი არხი ენერგომერიდიანი, ხო? რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს. ვერც ამისთვის საჭიროა ცოტა სხვა განზომილებაში გადასვლა, რომ ეს მერიდიანები დაინახო. ეს ასტრალურ დონეზეა. მერიდიანები, მაგრამ მე მერიდიანების სისუფთავეზეა დამოკიდებული ადამიანის ბედიღბალი. თორმე არსებობს მერიდიანი, სიყვარულის მერიდიანი, ჯანმრთელობის მერიდიანი, ფულის მერიდიანი, კარიერული წინსვლის. როცა ამ ენერგო არხებში შედის სუფთა ნათელი ენერგია, ყველა სფერო ადამიანს აწყობილი აქვს და იგი სასწაულად ბედნიერია. მაგრამ თუ სხვადასხვა მიზეზებით, ან შენი უარყოფითი თვისებებით, აზრებით, ემოციებით, ან გარეზე გავლენით ეს მერიდიანები ბინძურდება, ეს ის მომენტია, როცა მოდის ადამიანი მეუბნება, კარიერაში კარგად მოვეწყო, მაგრამ პირადულში არ მიმართლებს. რატო? იმიტომ რომ პირადულის მერიდიანია დაბინძურებული, სუფთა ენერგია ვერ შედის. იმისთვის რომ იქ ენერგია გავანთავისუფლოთ, რა არის საჭირო? პირველი, რომ ადამიანმა ჯერ ერთი განთავისუფლოს ტვინი და სული, უარყოფითი აზრებისგან, ემოციებისგან, მათ შორის მაგალითად შეიძლება ლოცვის სისტემა გამოიყენოთ, ოღონდ ნამდვილი ლოცვა უნდა ვისწავლოთ და არა სიაბანდობები. მეორე, იოგა სისტემა ავეთვისოთ, რომლის მეშვეობით ხდება სასწაული განწმენდა ადამიანის სულისა და შიდა მერიდიანებისა, გამოვიყენოთ კვეთებული გამოლოცვა, რომლითაც ხდება განწმენდა, შემდგომ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ბუნებასთან. ბუნების ენერგია, შენ ხარ ბუნების შვილი და ჩაკეტილი ხარ მთლიანად ოთახში, ხო? ანუ იზოლირებული ხარ სამყაროსგან. ბუნებასთან მაქსიმალური კონტაქტი, დაელაპარაკე ხეებს, დაელაპარაკე მდინარეებს, ეს თუ ცოცხალი არსებები არიან. თქვენ წარმოგდგენა არა გაქვთ დედამიწა, ეს არის დედას რატო ვუწოდებთ, ეს არის მატრიარქატის წარმომადგენელი და სამყარო არის მატრიარქატი. ქალი არის ენერგიის გამცემი, მამაკაცი არის დამჭერი. მეხდე, ამიტომ მამაკაცი არის მონადირე. მამაკაცი მე თუ მკითხავ არის ვამპირი, იდეაში. შეიძლება მანე შეცვალოთ, მაგრამ რეალურად ვამპირია, სხვის ენერგიაზე ცოცხლობს. ქალი პირიქით, ქალი გამცემია. გესმის? ენერგიის. ამიტომ არის რომ ყველანაირად კეტავენ ქალის განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ძველი რელიგიები. იმიტომ რომ ქალი არის ერთ-ერთი მტერი დემონური ენერგიებისა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქალის როლი ყოფილიყო შემცირებული, იგი ყოფილიყო დამცირებული. იდეა ეს არის, მიხვდი, მაგრამ ნუ ახლა აქ ძალიან შორს წავალ. ამ თემაზე რო ვისაუბროთ, ერთ სიტყვით რის თქმა მინდა, რომ ეს ვარჯიშები, ლოცვები, ბუნებასთან კონტაქტი, სწორი დღის რეჟიმი. ზერო ამოდის, უბრალოდ შეხედეთ ცას. რა ფერებია, ჭიკჭიკი რო იწყება, ჩიტების სიცოცხლე როგორ შემოდის, დააგვერდით ამას, საერთოდ არ აგვერდებით, ხარ ჩაფლული რაღაც ნაუშნიკებში და სისულელეებში, ხო? შენ ყოველ დღე ასაკეთებ, აი დილიდან დღეს საღამომდე. შენგან გამოდის აზრის, სიტყვის, ემოციის, მოქმედების ენერგია. შენ მას ვერ ხედავ, მაგრამ გონია, რომ ეს არაფერი არ არის, რომ იფიქრე. ფიქრს თავისი ძალა აქვს და ენერგია, ხო? იოგებს ფიქრის ძალით შეუძლია ლოდების გადატანა. აი ეგ მაინტერესებს, შესაძლებელია მართლა, ხო, იმიტომ რომ მე აი ეს ენერგია და ძალა მიგრძვნია, მე ვწერ ხოლმე ჩემს მიზნებს, ოღონდ უკვე იმაში, რომ აწმყოში. და მართლა რაღაცა სასწაულები ხდება, თავს ვაპროგრამებთ ამ დროს, რომ მე ამ ყველაფერს მართლა მივახციე, ჩემს აი არაცნობიერში ეგრე იდება და ამიტომ მივდივარ ამ მიზნის ასრულებისკენ, თუ საერთოდ რა ხდება მაგ დროს ვერ ხვდები, მაგრამ ფაქტია რომ მუშაობს. მუშაობს. კონკრეტულად თვალისწინე ძალიან დიდი იარაღია. თუ შენ ის უკონტროლო დატოვე, ძალიან დაგაზარალებს შენს და სხვასაც. ამიტომ უნდა აკონტროლო. ყველა შენი რა უარყოფითი თვისება. აზრი, ემოცია, მოქმედება. რატო? ეს ენერგია შენგან გასული მე გიბრუნდება უკან. შენ გონია რომ ხა შე რაღაცა იფიქრე და წავიდა ის სადღაც საში ნახვამდის, ეს არის ტყვილი. არცად არაფერი არ მედის. ყველაფერი ეს გიბრუნდება უკან და როგორც კი შენუყურე, გაგეპარება, დაუშვათ ცუდი აზრი, ცუდი ემოცია, ცუდი სიტყვა, ხო, ან ცუდი მოქმედება, ვის სამსახურში ხარ ამ დროს? ჩვენ სირგული ორი ძალაა, დადებითი და უარყოფითი. მომენტალურად ხდები უარყოფითი დემონური ძალების ხელში, ხო? ზეგ შერაშები კვებავ მას. ყველა შენი უარყოფითი მოქმედება მას აძლიერებს. ის რას იზავს? მოგიყვანს ახალ ადამიანებს, ახალ სიტუაციებს, რაც შეუნდა ჩავარდი ისევ აგრესია, დეპრესიაში და მის სამსახურში.
შენგან გასული აგრესიული ან დეპრესიული ნებისმიერი სიტყვა, აზრი, ემოცია მოქმედება ბუმერანგით გიბრუნდება უკან. და როგორც კი გიბრუნდება უკან, გისუსტებს დამცავ-ველს, აურას, აღწევს შენ სულში და შენს მერიდიანებში. რის შედეგად იმ ენერგოარხებში ნათელი ენერგია ვერ შედის და ადამიანს ეწყება ცხოვრებისეული პრობლემები. გესმის? ამიტომ შენ თვითონ აკეთებ ამას. პირველი რაც შენ გევალება, იმისთვის რომ ეს გაწმინდო, პირველი გევალება კონტროლის დაწესება შენი უარყოფითი თვისებების, სიტყვების, აზრების, ემოციების, მოქმედების მიმართ. ოღონდ იმისთვის რომ ეს კონტროლი დაუწესო, ამისთვის უნდა კონდეს ძლიერი ნერვული სისტემა და ნებისყოფა. და იმისთვის რომ ძლიერი ნერვული სისტემა და ნებისყოფა კონდეს და ეს შეასრულო ეს კარმული მისია, გჭირდება ის, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. კონტაქტი ბუნებასთან, სწორი ლოცვა, იოგა სისტემის ვარჯიშები, დიდსულიერ ოსტატების წიგნებთან ურთიერთობა და ასე შემდგომ. მაშინ ეს მოგცემს ამის საშუალებას, მაგრამ ადამიანი არ ეწუხებს თავს, უნდა რომ ეს თავისით მოხდეს ან სანთლის ანთებით. და ესე არ ხდება, საკუთარ თავთან მუშაობა არ უნდათ. თქვენ იმედი მაქვს, არ მაქვს იმედი. მაგრამ მგონია, ხო. რომ ალბათ იმიტომ რომ ხართ ადამიანი ბოლო-ბოლო შიშები გექნებათ, არა? ვთქვათ. ამ შიშებს უფრო მეტად ვიდრე ახლა მაქვს. ამ შიშებს და ფიქრებს, აი მაგალითად საყვარელ ადამიანზე ზრუნვის შედეგად რომ რაღაცა შიშები იჩნდება, თქვათ ვამბობ. აი როგორ აგდებთ გონებიდან? ალბათ აგდებთ ხოლმე, ხო? იცი რა, არის მეთოდოლოგია, ტექნიკა თუ გინდა ესე დაარქვი მას, ისო მედიტაციური, ისო მოდის ეს სწორი წიგნებიდან, ოსტატებიდან და ასე შემდგომ. მე ეს რო არ ქონოდა, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა დედაჩემის გარდაცვალების გადატანა. იმიტომ რომ ძალიან მიჯაჭვული ვიყავით ერთმანეთთან. Ну, საერთოდ დედა განსაკუთრებული მოვლენა, ამიტომ 9 თვე ბავშვი ატარებს მის მუცელში, ხო, ამიტომ ენერგეტიკული ერთიანობა არის ძალიან ძლიერი. მე რა მithumetas თელ ცხოვრება ხერთად რო გაატარებდა, ძალიან რთულია, ხო? და ახალგაზრდულ წლებში შეატა ვიფიქრია, რომ აი რა, შეიძლება გავაფრინო, ალბათ რომ დედაჩემი როცა გარდაიცვალება, ხო? წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ეგ ფიქრები მოდიოდა. კი, როგორ არა, მაგრამ როცა მოხდა ეს ფაქტი, აბსოლუტურად მზად ვიყავი. აბსოლუტური სიმშვიდით და მადლიერებით გავაცილე ამ ქვეყნიდან. ანუ, ჩემი თავის მიკვირდა ზოგჯერ, გახსოვს რებს ფიქრობდი? ხო, გახსოვს, ხო, მაგრამ მე მივხვდი რამხელა სკოლა გავიარე. რამდენი რამე გავაკეთე ჩემს თავთან მიმართებაში, რომ მე ამ დონემდე მივსულიყავი, მივხვდი? აი მთელმა ამ სისტემებმა, ვარჯიშებმა, წიგნებმა მომწე სხვა ხედვა. გესმის, ადამიანი ვინ არის, რისთვის მოდის, რა ფუნქცია აქვს, შეასრულა ხო ფუნქცია და უნდა წავიდეს. ეს არის, აი თქვენ ყოველდღე იძინებთ, ხო? დაძინება არის გარდაცვალება. ოღონდ მიკროფორმაა ეს მისი. თქვენ გარდაცვლილები ხართ ყოველდღე. ღამე რო იძინებთ, ჩათვალეთ რომ გარდაიცვალეთ. მერე დილით იღვიძებთ. მერე ისევ და ესე ნელ-ნელა ვითარდებით, ხო? და წლებთან ერთად თქვენი სულიც უნდა განვითარდეს. რატო ითვლება რომ წლებთან ერთად ადამიანი უფრო ბრძენი ხდება? ბევრ ამის გადის, ბევრ ამის ანალიზებს, ბევრ ამის ასწორებს, ხო? იდეაში ესე უნდა მოხდეს. ხო და იგივეა დიდი ცხოვრება. ჩვენ გვიმალავენ დღემდე რეინკარნაციის სისტემას. და გეუბნებია რომ ადამიანი ერთხელ იბადება. ესეც არის დემონური ძალების პრინციპი, რომელიც მას სპეციალურად შემოაგდეს, რომ ადამიანი შიშის ქვეშ ამყოფონ, რომ ადამიანს იცოდეს რომ მეც აღარ მოვა ამ ქვეყნად. ეს არის ტყვილი. რეინკარნაცია ყოველთვის იყო, არის და იქნება და ადრე თუ გვიან ისევ გაიგებს ამას ადამიანი. ხო? სული ერთხელ არ მოდის, როგორც თქვენ იღვიძებთ და იძინებთ, ასევე ზუსტად მოდიხარ და მიდიხართ. სამყაროები არის უამრავი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მესამე განზომილებაში, მესამე განზომილებას თავისი ვიბრაციული მუხტი აქვს, იზომება ჰერცებში, შუმანის სკალის მიხედვით. მარტო ჩვენ მესამე განზომილებაში არის დაახლოებით 12 ცივილიზაცია. On ჩვენზე მაღლა არიან, ჩვენ თუ ვართ 3.0 ჰერცზე, ისინი არიან 3.2, 3.5 და ასე შემდგომ. ამიტომაც ჩვენ მათ ვერ ხედავთ. და თქვენ გქონიათ შეხება? როგორ არა? ის ცივილიზაციები ძალიან მაღალი დონის არიან, გესმის? იმისთვის რომ შენ იქ მოხვდე, შენ უნდა გარდაიქმნა. რატო? მაგალითად, მეოთხე განზომილებაში როგორი რამეა იცი? აი შენ თუ გაგიელვა ცუდმა აზრმა, ის მომენტალურ რეალიზაციაში მოვა. გესმის? ანუ დრო არის და შენ უნდა იქ რო გადახვალ მეოთხე განზომილება, შენ არანაირი ცუდი აზრი აღარ უნდა კონდეს ტვინში.
აბსოლუტურად პოზიტივი უნდა იყოს. თქვენ არანაირი ცუდი აზრი არ გაქვთ ტვინში? ეხლა უკვე არა. მქონდა. მაგარი. ეხლა არა, რატომ უნდა მქონდეს? არა, იცით რა გულით ხო? ეხლა მაგალითად შემთხვევით დავაგდეთ თქვენი ვაზა, თქვა თვამ ძალიან საყვარელი ვაზა. არ იფიქრებთ რა პრობლემაა? ესე იყო საჭირო ესე იგი. სამყარო მე ჩათვალა და თან რა ხდება? მე გამოცდას მიწყობს. აბა, ვაზა დაემტრა. ხო გიყვარდა? ხო? რასიზავ, გადაირევი? გაბოროტები? დაჟჯი ვინმეს? ესე შენ გამოცდა ვერ ჩააბარე. ჯერ არა გახდონე. მე ხდი? თუ შენ ამაშვიდად მიიღებ, იმ ვაზას მადლობას გადაუხდი სიამოვნებისთვის, რომ და შენ ერთად იცხოვრე ამდენი წელი, ხო? და გააგრძელებ ჩვეულებრივად ცხოვრებას სიკეთით, აი ეს არის სწორი საქციელი. ანუ ყველაფერში რაღაცა პოზიტიური უნდა ვეძებოთ. აბა რა. და აი იმ ადამიანებმა რა ქნან თქვენი აზრით, ალბათ პირველ რიგში ეგეც ერთგვარი გამოწვევა, როდესაც ცხოვრებას ამას ვერ გააკეთებს ადამიანი თუ ის მომზადებული არ არის თეორიულად, კითხვით, ვარჯიშებით, სწორი ლოცვით, ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ შენი ნერვული სისტემა სუსტია. ჩემო კარგო, შენთვის ეს ტრაგედიაა, რატო? იმიტომ რომ შენ მიჯაჭვული ხარ მატერიალურ საგანზე. შენ ხარ მისი მონა. მიხდი? აი მონობიდან უნდა გამოხვიდე. მატერიალური სამყარო შენთან გვერდით არის, კარგია, მაგრამ ის დღეს არის, ხვალ შეიძლება არ იყოს. სამყარო ეს არის ზომიერება. მოდი ესე თქვით, ხო? აი საკვები, რომელიც ყველას სჭირდება. ზედმეტ შეჭამ ცუდად ხარ. სულ არ შეჭამ ისევ ცუდად ხარ. მარტივი ფორმულა უფლისკენ მივალე გზის და ყველა წინაპარი ამას გასწავლის. იყავი ზომიერი. ზომიერად იძინე, ზომიერად ჭამე, ზომიერად დალიე, ზომიერება. ყველა მეტი არაფერი ამას ფილოსოფია არ უნდა ბევრი. ადამიანი სვარღვევს ზომიერებას. აი მოვიდა სიყვარული. და რა ხდება? ადამიანი გადაირევა. კარგავს საკუთარ თავს. თქვენ არ დაგეკარგიათ თავს? ახალგაზრდობაში როგორ არა? და მე დამსაჯეს კარგად. კარგად დავისაჯე და დავიწვი. აი როგორ წამოდაგით იქ მაინტერესებს. აი ჩვეულებრივად ტკივილით, დეპრესიით, უბედურებით, რა უბედური ვარ, რა მეშველება, როგორც ყველა ახალგაზრდას. დასაკვირველი გავიარე ეს. თავისთავად და მე მაინტერესებდა რომ რატოა ეს? რატო დამემართა ეს? რატო უნდა მოხდეს ასე? და როცა გავიარე ეს დიდი სკოლა დღეს მეცინება. გამორიცხულია, რატო დამემართა და იმიტომ რომ დავკარგე ზომიერების წერტილი. სიყვარულში გადახვალ ზომიერების იქით დაიჯები. თანაგრძნობა ხო კარგი თვისებაა? აბა ზედმეტი თანაგრძნობა გამოავლინე. დაიჯები, ეგრევე თავზე დაგაჯდებიან. რატო? იმიტომ რომ ადამიანი უგუნურია ჯერ. დემონური სამყაროს ფერხულშია სამწუხაროდ უმრავლეს შემთხვევაში. ამიტომ აქ არის პრინციპი, ჩვენს მხოლოდ მესამე განზომილების ჩვენს მატერიალურ სამყაროზე ვლაპარაკობ. სხვა განზომილებებში სხვა კანონებია. ამიტომ როცა ხდება პრობლემა, ჩემთვის ის პრობლემა არ არის. მოდი ასე ვთქვათ, ხო? პრობლემა როცა მოდი შეუნდა ისწავლო. რა მისი მიღება ყოველგვარი ზომიერების დაკარგვის გარეშე. შენ თუ ზომიერება დაკარგე, გადაირია ეს რატო დამემართა ეს რა უბედურე, ეგრევე შავი ძალების სამსახურში ხარ. ეგრევე ებინძურებ სულს, ეგრევე გაუბედურდები და სხვასაც გაუბედურებ. შენ უნდა მიხვდე ეს რაც ხდება, კანონზომიერია, ესე იგი შეიძლება იმ ვაზამ ამოწურა უკვე შენთან თანაცხოვრების პერიოდი. დამთავრდა. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ხო? დამთავრდა, გავუშვი. დავუშვე ცხოვრობთ ადამიანთან ერთად, კი ქონდათ სიყვარული, ბევრი რაღაცა შვილებიც. აღარ არის სიყვარული, ხო? აღარ გაქეს ურთიერთობა. აღარ უნდა მას შენთან, შენც არ გინდა, ხო? აწუხებთ. გავუშვი რა. დარჩით მეგობრებად, ადამიანებად, ოღონდ ნუ აწვალებ იმას და ნუ აწვალებ შენ სულს და ნუ აწვალებ შენს ბავშვებს. მაგრამ რა სიტყვის საზოგადოება? ბავშვებს რა დაემართებათ? არაფერს არ დაემართებათ. ბავშვებს ურჩევნიათ გაუთავებელ ჩხუბის ყურებას მშობლებს შორის. ნორმალურ პირობებში იცხოვრონ, სადაც დაინახა რომ მშობლებს შორის დარჩა კარგი მეგობრული ურთიერთობა. ეს არ ჯობია, მაგრამ ადამიანს ტვინი ხო სხვანაირად აქვს მოტრიალებული საზოგადოებრივი წესებიდან და ის წესები კიდევ ვინ შექმნა ცალკეთება არასწორი წესებიდან გამომდინარე, ხო? ამიტომ ბევრი რაღაცაა დასაფიქრებელი. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი სტუმრები ვიყავით დღეს. ერიქით, მადლობა თქვენ.